მოკლედ საუბარს სად ვიყავი რა გავაკეთე რის ჩამოვედი და რა მოხდა ესე იგი ახლა ესე იგი ხალხო რა მოხდა ესე იგი ვლოგიც გადაღებულია ვინც არ ესე იგი ვლოგიც გადაღებულია და სანამ ესე იგი ახლა მოდი დავწერთ რა მოხდა რა ვქენი პირველ რიგში ესე იგი წავედი საზაფხულო რაღაც ანუ არ დაგებისავით რა ანუ სადაც ესე იგი წავედი ესე იგი მეგობრებო შეწავედი ურეკში ზღვაზე რაღაცა გავიზაგრე თუ ესე იგი წავედი პირველ ესე იგი მეგობრებო წავედი ქობულეთიდან ესე იგი მე გადავჭერე ბათუმში ქობულეთზე მე გადავჭერე ურეკიდან ბათუმიდან ჩემსოფლში და ჩემსოფლიდან ესე იგი რაღაც საზაფხულო არდაგებზე რაღაც წავედი ესე იგი რემიზორ ქობულეთში დავაწექით მანდ ძალიან კაი ხალხი და გარემო დამხვდა ქვევიანი ზღვა ასევე გავერთე ესე გასულ გარდე მეგობრებთან ერთად კაი დრო გავატარე ესე საკმაოდ ესე იგი მეგობრებო საკმაოდ კაი დრო გავატარე თქვენ ესე იგი რაშვებით როგორ ხართ იმედია ესე იგი ყველაფერი ჯანსაღად მიდის ესე იგი ყველაფერი იმედია ძალიან კარგად მიდის მე ესე იგი დალოცვილი და კარგად ხართ და იმედია ესე იგი რომ იშმად ვერ მოგეკარებათ და ღმერთი გწყალობთ ესე იგი ქობულეთში ესე იგი ჩავედი გავიცანი მეგობრები როცა ესე იგი ქობულეთიდან 2 ან 3 დღეში მივდივარ ურეკში რადგან ესე ქობულეთი უკვე დავოთვალიერე წავედი ურეკში რადგან უფრო კაი ზღვა და უფრო კაი არომატი და ისინი დამხვდა კლუბში ვიყავით ესე იგი ვიყავით ზღვაზე, ქვიშიანზე, იქით-აქეთ მოდი ესე იგი კამერის გამოსხობა ჩავუძერთ რადგან ესე იგი მაგარი გვაწუხებს ასე უკეთესია ნუ სხვა დიდი არაფერი არ მოხდა ურეკიდან ესე იგი 6 დღის შემდეგ გადავედი ბათუმში ერთი ესე იგი სანამ ურეკში ესე იგი რა მოხდა ვიცურავე ფოტოები გადავიღე ესე იგი ვიომეთ კლუბებში გავისეირნეთ რა უნდა გავიკეთებინა და მაგას კიდე აუწევთ გამოსხებასგან ესე იგი ვაფშე არაფერს ვხედავ ასე ფოტოებიც ესე იგი როგორ ხარ გამოჩნდა მე წავედი ბათუმში ერთი დღით იმიტომ რომ მომინდა რა ბათუმში გავაბდი ხო და ესე იგი გავყევი ბათუმს და ერთ დღეში ერთი დღე იყო ძალიან მაგარი იყო ესე იგი ვითამაშე ჭადრაკი ოღონდ მაგის ვიდეოები არ მაქვს სამწუხაროდ ძალიან ისეთი იყო ასევე ურეკის თქმა და მოვიწყდა პარკში ჩავედი ციცინათელაზე ურეკში ხო რაღაც გზა შორსაა ურეკისგან შორსაა მაგრამ შესანიშნავი ისაა რა ანუ ძალიან კაი იყო ანუ გართობისთვის შესანიშნავი ადგილია ესე იგი ვიტრიალეთ ვიციგავეთ როკლიპი ესე იგი და მე ჩავმედი ბათუმში ერთი დღით და ვეთამაშე ესე იგი ჭადრაკი ქალს და ესე იგი და კაი იყო ესე იგი წავაგე სამწუხაროდ მე ესე იგი გამეხსნა ამდენი პროექტი გამოათავისუფლა და წავაგე მაინც მაგრამ ჯერ აი ხო და მე ჩამოვედი სოფელში მე ბებია, ბაბუა რაღაცა მოდის ეგეც დაიმახსოვრ მეგობრებო ვლოგი მოდის ხო და ნუ მარტვილიდან ჩემი სოფლიდან ალერიდან წამოვედით აქ და ეხლა ვარ აგერ ანუ ვლოგი მოდის ამდენ ფოტოს ესე იგი ეხლა განახეთ და ეხლა ნახეთ თქვენი ფიქრები იზარე ახში როცა ესე იგი ვიყავი ჩემ სოფელში მოდი სხვა თემაზე გადავერთო და თემა მეორე რა მოხდა ამ ბოლო დღეებიდან გაუჩინარებული ეხლა მოხდა თემა ნომერ მეორე რა მოხდა სანამ გაუჩინარებული ვიყავი რა მოხდა რა ხდება ეხლა ვიგაჭირეთ მუსიკა ხალხო ალბათ ისი ტექნობლეიდი მაინკრაფტზე ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
ცნობილი იუთუბერი, რომელიც იგი სამწუხაროდ წაგვექცა. Technoblade-ის გარდაცვალება მთლიან Twitter-ზე და მთლიან YouTube-ში შეცვალა. Twitter-ზე გამოეხმაურნენ ზოგი YouTube-ზე Dreamy, Mr. Beast-ი, ყველა ვინც ცნობილი იუთუბერი ყველა გამოეხმაურა. 2022 წელს წაგვექცა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი იუთუბერი Minecraft-ის, ერთ-ერთი Corollaldi უბრალოდ TikTok-ს და შემხვდა ვიდეო So Long Nerds. ეწერა. ანუ მე გავწერილი ამ Technoblade-ი კარტყმაშა ვინაა, მაგრამ თუ შემოვიდა So Long Nerds და მეთქი, რა ხდება? ეს შევალი YouTube-ში Technoblade ჩავწერ. შევალი YouTube-ში Technoblade So Long Nerds ეგრე დაწკაპუნი. Technoblade-ის мама და მისი პატარა ძაღლი, სახელი არ ვიცი, იმიტომ რომ ვაფშე არ მიყურებ ერთ ვიდეო Technoblade-ის, მარტო Mr. Beast-დან ვიცი. და ეს მომის აიყვანს და ამ ძაღლს და კითხულობს Technoblade-ზე და მესეჯებს. გული დამწყდა დიახ პირადად რადგან როდესაც იგი თქვა, მართლა ტიპს არ ვიცნობ, მაგრამ გავიგე რომ ალექსი ქვია. ეს აი გარტყმაშა Technoblade-ი ვირა, მე მარტო ვიცი Mr. Beast-ი, Dreamy-ს სპიდრანები და მენჰანტების გამოვუყურებ. სახალისოა მენჰანტები. ძალიან კარგი შთაბეჭდილობა ამიტომა Dreamy-მა და Mr. Beast-მა Technoblade-ის და რომ ნახეს So Long Nerds და აი რომ დაიწყო მამამ საუბარი რომ თქვა hello it's me Technoblade if you read this I'm dead მეც დავდედი მეც მეწყინა რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი Minecraft-ის მოთამაშე PvP ბეთლერი გარდაიცვალა კიბოთში ძალიან არამქვეყნიური ძალიან არა. რა გამიგეთებინე? კომენტარებში ჩავუყევი, დავუწერე და enter-ს მივეცი. უსამძიმრე რა თქმა უნდა, ეხა ესე იგი ყველას გისამძიმროს Technoblade-ის ფანებს 7 თუ 1 თვის წინ დადო ეს ვიდეო. ავიცი მე არ ვიცი გატყვაშია. კი მომ გარდაიცვალა და ეს იყო ბოლოს ტლობი მისგან, ანუ yes. Hello everyone, Technoblade here. If you're watching this, I am dead. So let's sit down and have one final chat. My real name is Alex. I had one of my siblings call me Dave one time in a deleted video from 2016, and it was one of the most successful pranks we've ever done. Thousands of creepy online dudes trying to get overly personal going, "Oh hey Dave, how's it going?" Sorry for selling out so much in the past year, but thanks to everyone that bought hoodies, plushies, and channel memberships. My siblings are going to college. Well, if they want to. I don't want to put any dead brother peer pressure on them. But that's all from me. Thank you all for supporting my content over the years. If I had another 100 lives, I think I would choose to be Technoblade again every single time, as those were the happiest years of my life. I hope you guys enjoyed my content and that I made some of you laugh. And I hope you all go on to live long, prosperous, and happy lives. Because I love you guys. Technoblade out. ძალიან ბევრი Technoblade-ის ფანია მან წაგარაზვენის გაკეთა 1000 ევენთი წაიწყეს. ჯერ თავარდას კი არო გადასული. და ერთი მიაუბა ბევრი იცნობთ მაგდებს. გოგოს, კალს, კაცს. მიაუბა, შემდეგ მიაუბა გოგო, რომელიც ყველაზე საზღარი ადამიანი ამ თლიან ინტერნეტში, Google-ში, ყველგან. და ისე ქვია, პელაძე ბუფ. ადრე ხება მეუბა რომ ცუდია. მეუბა არის TikTok-ერი, ესე იგი ვინც იცით, რომელსაც იგი აკეთებს TikTok-ებს TikTok-ს სტატიგი განიხილავს კომენტარებზე კითხვებს და პასუხს სცემს. ეხლა თქვენი გქებთ. თუ არის მან ცუდი. PNG თუბერია ჩაოლებრივი რაღაცა. არ არის. ხო და სერიოზულად ვარ. იმიტომ რომ აი ამ PNG თუბერმა ისეთი რაღაც იკადრა. მოდი ესე იგი პირველიდან ესე იგი გადავწიოთ და უკან წავიდეთ 2016-17 წლებში. თუ მანდ იყო დაბადებული სა. მოხდა ესე იგი ასეთი კლიპი, ჩავხდე ბრაიან, კლიპი. You can't sing? I can, but I'm shy. Silly. Shy people aren't allowed here. But that's the whole point We of don't the accept shy talent show. people. That's talent show. Shy people are weak in the world and they should kill themselves. Ooh?
ხო და აი ამ კლიპში ესე როგორც მოვისმინეთ, აი ამ მიაუბამ უთხრათ ახალგაზრდებს, რომ თავი მოეკლათ. You think that is normal? No. ეს ერთი. კაი ხო? ეს ერთი ადამიანებს გაშეულიათ შეცდომა, ხო? მეც everyone makes mistake. ოღონდ ამი TikTok-ზე არ ვსაუბრები. Everyone makes mistake. კაი ხო? ეს ერთი შეცდომა მაბა. რასისტული ხუმრობები. Live-ში რასისტული ხომრობები. TikTok-მა მადლობა TikTok-ს რომ მანახა როგორია მიაუბა. და მაგას 1.5 მილიონი ადამიანი გვაქვს. 1.6, 7, 8, 9. ეს რა არის? ეს არაფერი, ეს რა არის ეს? ეხლა თქვენც არ გონიათ, ვინაა მიაუბა? რატო რა მიაუბა? ვინ არის? რა შუაში აქვს ტექნოლოგიათან მიაუბას? შუაში კი არ თავში აქვს. ჯერ ერთი მაგათ 8 წლის ბავშვმა ვერ გაითვალისწინა რომ ესე იგი მოკვდა ადამიანი და TikTok-ზე დაწერა ასეთი რაღაცა. ეხლა თქვენი ფიქრებთ, what the fuck is going on? სწორია, სხვა შორის ძალიან სწორი რეაქცია ეხლა. და ყველაზე მაგარი ეს არის რომ ვინც ამის unblurred ვერსია ქნა, მაგას მე მაქვს. ამის unblurred ვერსია ნანახი. ამსმენია მიაობას დაკავშირებით, რაც ერთადერთი კოპი ვიზიენიდან ვიცი და სხვა TikTok-ერებიდან მიაობას შესახებ, მაგრამ მე მიაობას ვაფშე ერთ ვიდეოს ვიცი, მარტო ეგეც ჩავსხლავ მეთქი და მოშე ორ ტოპიკზე ვისაუბროთ დღეს. მიაობა და Bella the Wolf. Bella the Wolf. ჯერ მიაობას დავუვიდეთ. ამის აბლუ ვერსიაზე რასაც ახანახე, ეგ არის ყველაზე იღბლიანი ადამიანი. ამ ვიდეოს საკნანახი. რატომ? იმიტომ რომ იციან მიაობა ვინ არის რა არის, ვინც მიაობას მაყურებელია და ვინც აფოლოვებს. ეგ არის სრულად ნაგავი ადამიანი, რადგან აი ამის მერე, აი ამ პოსტის მერე, ამდენი ადამიანის იმის შემდეგ ეს არ იკმარა ეს პოსტი და დაწერა dream. Next is you. This is not normal. მასე კი მოდი ხა უფრო მოვიწმინდოთ, მოვიხოცოთ რაღაცა, იქ ყველაფერი აი წარსულს შავდო. და დავბრუნდეთ ისევ და ისევ იქ და დავბრუნდეთ. მიაობა არ ვიცი რა, არ ვიცი რა თქვა დებილ ბავშვზე. არ ვიცი რა თქვა იმენა არ ვიცი ერთი მოჩუმე ერთი პატრა ბავშვია რომელიც მამის ალერსია აქვს. აბა რა არის აი ამას ნორმალურად ადამიანი ჩაიდენს. ამბლად მერსიას ვერ განახეთ. დამიჯერეთ ვერ განახეთ. იმიტომ რომ YouTube-ი პრემიერ ადრეს ამარტყამს კოპირაითიანად. Шел нахуй. Ბრა Google შეწერეთ მიაობა ტექნოლოგიით ომბლურედ და იქნებ ნახოთ. თქვენ თვითონ ნახოთ. ეს არის საშინელება. ჩვეულებრივი საშინელება. საშინელება. ხა მოდი მიაობა უკან დავდოთ მოწალი. Bella the Wolf. Bella the Wolf. გაჩა კიდი. გაჩა ბავშვი ეს ყველა მის ისე მეგონი ვიც გაჩას თამაშობს ყველა მის დროზე გაჩა არის ეს თამაშს შეიძლება კოსტუმირებული ადამიანი ნუ ჩვეულებრივი ლეგოს თამაშია ბავშვი თამაშობენ ნუ არაფერი რა ეს გააწყო პერსონაჟი და მე რაღაცებს მონტაჟებს აკეთებ კაი ხო და აი კიდე რაღაც საკეთებ რა თითქოს Bella the Wolf ის აიყვანა სხვა ლეველზე ჯერ ამ ვიდეოს უყურეთ ჯერ ხედა ამ ვიდეოში ხედავ თუ როგორ არტყმევინებს Bella the Wolf დავამ გელი კი არა ცხვარი საერთოდ ეს როგორ არტყმევინებს თავს მებრძოლ მეომარს ჯარისკაცს რომელიც იცავს მათ ქვეყანას რომ ტერი არ შემოესიოს ჯერ Bella the Wolf შენი აღმაშენებელი ნემო Bella the Wolf Bella the sheep Bella the dick. ეს არაფერი. ამა შეხედა. ქრისტიანობაზე დაიწყო. მალია გთხოვთ პატებიեցით ყველა რელიგიას. სატანიზმის გარდა. იმიტომ რომ სატანიზმის ისეთი რელიგია გული აგერება. ბიბლიის
ჭამა. კიდე იესო ქრისტეს ბუდიში ღმერთო რომ ამის თამიწეს მიწევს ადგილში გეი უწოდა. ალბათ თქვა რომ ყველა პერსონაჟი ბიბლიაში გეია. ეხლა მას რა უნდა ელაპარაკო? აჩვენ ვიდეო აჩვენე. Every character in the Bible is gay. He loves Sundays. He has a dinner party with a dozen men. A couple of loaves of bread and a few fish fed thousands of people. Gay portions. Everyone in the world is dying. And Noah is partying on a boat. They do not want to be restricted to gender-conforming clothes. He chose to identify Jesus with a kiss. A twink outsmarting a muscle gay. That is a true story. Jonah was a hot, buff, young dude. Who wouldn't want him inside you? The coat is self-explanatory. Hello? There's a meaning behind every dream I have. Because he's gay, and gay people think that way. She did have an immaculate conception. She was not having sex with Joseph. She's like, I don't want it, babe. I'm a lesbian. He was going to divorce Mary. Once he realized that she was pregnant with the Son of God, he was like, oh, you're pregnant with who? I would never divorce you, babe. A gay man would never abandon that clout. Oh my God, what is that? Oh my God, what is that? სამყაროში კაი ადამიანები აღარ დარჩა. ყველას ბრმადჯერა რაღაცის. რა შეეხება? აკამანტო დაიდება, აი ყველა ეს საუბრების შემდეგ დაიდება. ამის მერე ვლოგი იქნება და ამ ვლოგის მერე პატარა საუბარი იქნება კიდე მე და თქვენ. და მე და აკამანტო და დავხულობთ დიდი ალბათობით მერე ბრავო ვარხს. რა ვიამაშოთ. ნუ ბევრი საინტერესო თემაა, სხვა შორის საერთო ფაქტების კუჩისაკეუნა საინტერესოა, სხვა შორის დაუჯდები, გესაუბრებით, მეზარებ ფაქტს მდგომა დაკეთდი. აი. კეთებები. ეს იყო რა. დღევანდელ ვიდეოში ესენი თქვი რომ აი fix Gen Z. ხოზიგა ნახეთ 4 ბავშვი თუ 3 4 პირველი მიაობა მეორე ბელადევუ მესამე ზოფილი და მეოთხე ეხლა იქნება. What the fuck is this? Every character in the Bible is gay. კომენტარებში გამოხდეთ აზრი, მე მივდივარ. I'm done. I'm fucking done. ამაზე რა დავაწყდი? Шел нахуй. Чем საკუთარ სასტუმროს ვხსნი?